ხელნაკეთი ნივთების ოსტატი ბატონი დავით ჯორჯოლიანი. ძალიან საინტერესო ნამუშევრები გვაქვს. მოგესალმებით ბატონ დავით. მოგესალმებით. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჯერ ჩვენი სტუმარი ხარ და მე ეს არაჩვეულებრივი ნამუშევრები, რომლებიც მოიტანეთ ჩვენთვის, ჩვენი მაყურებლისთვის. ჩვენ სტუდიას. და ძალიან გვიხარია, რომ ხელოვანზე ყველაზე მეტად თავისი შემოქმედება მეტყველებს და ეს ყველაფერი ნათელია. ბატონ დავით, მე ვიცი რომ გარკვეული კატეგორია ბუნებრივად გიცნობთ თქვენი შემოქმედებიდან სოციალური ქსელით, ძალიან პოპულარულია ეს ფოტოები, თუმცა ვინც არ იცის, თუ შეიძლება იქნებ თავიდან დავიწყოთ და ვთქვათ, ვიცით რომ ბავშვობიდან გიყვართ ეს საქმე, ხელნაკეთი ნივთები, მაგრამ ეს ყველაფერი ხელსაქმე, რომელიც უკვე პროფესიასთან ერთად იქცა ხელოვნებად. ცოტა მერიდება ხოლმე, იმიტომ რომ ხელოვანი ხალხი ვინც ვიცი, ვიღაც აკადემია აქვს დამთავრებული, ვიღაცა ძალიან დიდი ხანი კი, ეს უბრალოდ ჩემთვის არის ჰობი და გართობას ვერ დავაქმნე, იმიტომ რომ ღამეები მითენებია ხოლმე, ხა რო ერთობი ადამიანი სხვა რამეს ნიშნავს. თელ ღამეს რო გაათენებ რაღაცის კეთებაში, ეხა ეს უკვე ჰობიც არის, რაღაცა ბოდიში ეს ამ სიტყვაზე მოღამია, რომ ეს ყველაფერი გინდა რომ ბოლომდე მიიყვანო, მეტი არაფერი და უბრალოდ ეხა როგორ უნდა იმას ვქნა, ეხა ეს ყველაფერი ხელოვანი, ეს ეხა ცოტა ხმამაღალი სიტყვაა ჩემთვის. თავიდან ბუნებრივია ჰობით იწყება ხოლმე ყველაფერი, შემდეგ უკვე რაღაც აზარტშიც გადადის და მე პროფესიადაც იქცევა ხოლმე. ბავშვობიდან როდესაც დაიწყო თქვენ შემთხვევაში და ამდენი წელი გრძელდება, მე მესმის რომ თქვენ ძალიან მოკრძალებული ბრძანდებით თქვენ თავზე საუბარი, დიდად არ გიყვართ, მაგრამ ამ ყველაფერს თქვენ ნამუშევრები ნათლად მეტყველებენ. და ეს ჩემთვის ყველაზე გამორჩეულია, მე ვიქნები ესეთი მიკერძოებული, იმიტომ რომ ეს როგორც ფილმებში ერთ-ერთი გამორჩეულია შერეკილების ეს არაჩვეულებრივი. არის ცხოვრებაში მომენტი, ხანდახან დგები ადამიანი მაგის ხასიათზე. მე გააფრთხილე. ბატონ დავით, ძირითადად რა მასალას იყენებთ ხოლმე თქვენ ნამუშევრების შესაქმნელად? ძირითადად მაინც ხე არის. ტყავიც არის, კერამიკაც არის აქ. არა აქვს მნიშვნელობა, მოკლედ ეს მინდა ვთქვა, რომ აი რაღაც განსაკუთრებულად რაღაც ყველაფერი, აი რაც შეიძლება დაიქნას რომ მე გემი მაქვს გაკეთებული, ადამიანი ყრიდა რაღაც იმას უკვე რემონტი რომ დაამთავრდა სახში და რაღაც პატარა წვრილი ჯოხები და ისინი ნახეთ, ამის გადაყრა საპირევთ მეთქი და კიო მითხრა. შეიძლება რომ წაიღო მეთქი და კიო წაიღო, მაგაშიო ფულს ვიხდი რომ გავატანო. წამოვიღე ეს და ამით ხომ არ წამოიღე. ხო, არა, გიტარა მაჩუქეს უბრალოდ, მაგაცმა მაჩუქა და მე იმიდან ავაკეთო და უბრალოდ მოვიდა თავში რომ ქართველები ხომ აინც ისავართ აქ ყველაფერი სიმღერაზე, ხელოვნებაზე, გიტარაზე, დუდუგზე, კეიფზე აწყობილი და ეს ჩვენი პატარა ქალაქის პატარა ფრაგმენტი გიტარაზე ძალიან ავაწყეს. საინტერესო და დეტალებში გაქვთ გათვლილი, ნამდვილად თითოეულის ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან საინტერესო. აი ეს მინდოდა მეკითხავთ, ქალაქური ეზოები, ძველი ქალაქური ეზოები გაქვთ წარმოჩენილი. ეს რაღაცა მონეტრება და თუ გინდათ რომ ის ძველი კადრები გაცოცხლდეს, რომ ეს ნელ-ნელა იერსახეს იცვლის. რა ეს მიყვარს რა ეს რაღაცნაირი. სულ სხვა სიტუაცია არ არის ცივი ქალაქი რა ეს. რაღაცა აი გინდა ფილმებიდან, გინდა ახალც არის შემორჩენილი ხო ეს ძველი იტალიური ეზოები და სადაც აი მეზობელი მართლა იცნობს და მართლა გული შეტკივა და მართლა გულით მოიკითხავს და რამე ხომ არ ჭირდება, უბრალოდ ძალიან დაიკარგა ეს ყველაფერი და აი რო შევდივარ ხოლმე ხო რაღაცა, აი თავისებური სითბო არის, თავისებური სიყვარული და ალბათ მონატრებაც არის. არასდროს არ მიცხოვრე ხა იტალიურ ეზოში, მაგრამ რო ყოფილა მეგობრებთან და იმას სტუმრად ხო, უკვე აი რო ვიცი რაც არის ეს გამორჩეული ხიბლი აქვს ამ. თავისი ხიბლი აქვს ამ ყველაფერს და მომწონს და ჩემია რა გესმით ეს ყველაფერი და უბრალოდ სიამოვნებს კიდევაც, აი წარმოდგენილი წყავს ვინსად იცხოვრებდა დაახლოებით, ეხლა აი ამ სართულზე ვინ იცხოვრებდა. თქვენ იცხოვრებდით აი აქ. მე აუცილებლად ზევით. აი ახაც ხელოვანისთვის გამორჩეული ადგილი შეარჩიეთ. ბატონ დავით, დაახლოებით რა დრო გჭირდებათ ხოლმე თითოეული ნამუშევრის შესაქმნელად? მასშტაბებსაც ბუნებრივია გააჩნია, მაგრამ ხო, უბრალოდ რა არის ცით, მე ყოფილა ნამუშევარი, რომ 6-8 თვე მიკეთებია. 8 თვე მიკეთებია როგორ რეჟიმში, ცი აი საჭმელად დავждები და ერთ სული მაქვს რომ ის მოვჩები რომ ავდგე და ისევ გავაგზავნო. აი ესეთ რეჟიმში 8 თვე ვაკეთებდი გემს. აქ უბრალოდ არ არის ახლა. ვერ წამოვიღეთ, ერთ მასშტაბურიც არის და მე უბრალოდ ძალიან ბევრი ისეთი ისაა რომ არ გამოდიოდა აქ წამოვიღო. მაქვს ესეთი ნამუშევრები რომელიც აი მოგეუბნებით თუ დავიწყე ვეღარ შორდები ხოლმე და იმიტომ აქედან გამომდინარე არ ვიცი ყოფილა
რომ ერთი კვირა, ორი კვირა, სამ დღეში რაღაც გამიკეთებება, მაგრამ აი ეს არ არის რა, უბრალოდ საჩქაროთ რაღაც საჩუქრად მინდოდა ბოდიში უკაცრავად ვისაც ვაჩუქი. არ მეგულით გავაკეთე ეს ყველაფერი, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ესეც აი გააჩნია მასშტაბს და რა არის ასე. ეს ის ნიჭია როგორც ვიცით, რომელიც თაობიდან თაობას რო გადაეცემა, თქვენი ბაბუიდან მოდის როგორც დასაწყისში ძალიან ესანა შემოვიდა. ეგ უბრალოდ ირგვლივ ყოველთვის ყავდა ღმერთის წყალობით და ღვთისმალით უბრალოდ ბაბუა მყავდა ესეთი ჩხირკედელა კაცი იყო და ყოველთვის უყვარდა თვითონაც აკეთებდა ხოლმე ესეთ რაღაცებს ეს შულისრები ეს საბრძოლო იარაღები კოლექციაც ქონია ბატონო კი მაქვს რაღაცების სახში უბრალოდ ბაბუა იყო ეს რომელიც მაინტერესებდა თან რა არის თვით ახლა რომ აკეთებდა რაღაცა შულისავს და პატარა წარმოიდგინეთ 2 წლის ბავშვი ან 3 წლის ბავშვი რომ მივადა ეს რა არის ბავშვი კითხავს და ეს შვილის არია ამით აფრიკაში ვეყავი სანადიროდ და ჩვენ ბარონ მიუჰაუზენი მყავდა სახში რა მოკლედ წარმოიდგინე ქართველი ოღონდ რა და როგორ მოუგრიხა კუდი ლომს და ლომაუთხა გეხვეწები ბაბუ მე თვითონ მოგცემ ამ ტყავს და გაიძრო ტყავი და მომცო არავინ არ ყდებოდა ოღონდ ზღაპარში ისე იყო ხო და ნუ ძალიან ესეთი თბილი აი ბიძები ესე ყველა ესეთი ხალხი მყავდა რომელიც ხელოვნებასთან რაღაც კავშირი ქონდა რა ყველას თითქმის და ყველა რაღაცას თავის მას ძალიან ერთი კითხვა გამიშდა აი საბრძოლო დანიშნულების იარაღებთან დაკავშირებით აქ უფრო თავისუფალია ხო ხელოვანი მესმის რომ თქვენ რაღაცა ისე ხდებათ ეს სიტყვა მაგრამ იმიტომ რომ თქვა თავისი გადმოსახედიდან რასაც დაინახავს როგორც წარმოიდგენს ისე აკეთეს მაგრამ საბრძოლო იარაღი ისეთი უნდა იყოს როგორც არის ხო შეიძლება რაღაც დეტალი შეიტანო რაღაცა დეკორაცია შეიტანო მაგრამ როგორც კეთდება ისე უნდა კეთდეს აი ეს ყველაფერი საიდან ისწავლეთ ეს ბაბუა ძირითადად კი არა ბაბუმაც მასწავლა და მე უბრალოდ ინტერესით წავიკითხე კიდევაც მაგრამ მაინტერესებდა სოციალურ ქსელებში არის ინტერნეტში ბევრი მასალა არის რომელთაც შეიძლება ყველაზე მოსახერხებელი რომელი ხია ამისთვის საბრძოლო იარაღების მე ბოლოს რაც ვნახე არ ვიცოდი და ეხლა გავიგე რომ ალუბლით კეთდება თუმცა ძალიან სერიოზული საბრძოლო შვილი ალუბლის მასალით უბრალოდ აქ ჩვენთან ცოტა რთულია მაგის შოუ მაგრამ ძირითადად ჩვენთან რაც გამოიყენებოდა ოდითგან ეს იყო თხილი შინდი აი დრეკადი მასალები რაც არის გამძლეობის თვალსაზრისით ადრე ქისგანაც კეთდებოდა და მონღოლური მშვილდები იყო რომელსაც 1000-ნაირი ისინი ქონდათ ძარღვებს და იმას ცხოველების ძარღვებს და იმებს იყენებდნენ იქ ბატონ დავით გამოფენა ხომ არ ქონიათ ან ხო არ აპირებთ ხო არ გეგმოთ არა როგორც ეხან გითხარით უბრალოდ ცოტა შეიძლება ზედმეტად მოგძალებული ვარ და ესეც ძალიან ბევრს ლაპარაკობ ეხლა რასაც ლაპარაკობ მაგრამ არ მქონია რა რაღაცა ამბიცია რომ რაღაცა ეს არის ჩემი სამყარო თქვენი სამყაროა რომელსაც ვისაც მოეწონება მიიღებს და რაღაც შეიძლებოდა მეფიქრა და ინტერესი ბევრია სხვათა შორის უფრო მეტი ინტერესი იჩენენ საზღვარგარეთიდან ვიდრე აქ იმიტომ მყავს ეხლა მეგობრები მყავს საზღვარგარეთ სოციალურ ქსელებში რომელიც რომ არიან ესე ჩემთან გაერთიანებულები იმათ თავისი მეგობრები ყავთ იქაურები და ეს ხონახულობა ჩემთან ვირეკავენ რომ არ შეიძლება ვიტრინა რო გავაფორმო თქვენი ნამუშევარი იმას გონია რომ უბრალოდ მე ხვალ ახლა ავდგები რაღაცა ბილეთს ვიყიდ და გადავფრინდები საფრანგეთში ან გერმანიაში და გავუკეთებ იქ ვიტრინას და ჩავაფრინდებას ვერა უხსნი ხა უბრალოდ იმ ადამიანს მაგრამ ინტერესი იქიდან უფრო მეტი არის და დაინტერესება ხა ესპანეთში მყავს ესე ვირტუალური მეგობარი მყავს რომელსაც ჩემი ანალოგიური ჰობია გემებს აკეთებს გემებზე უნდა ვილაპარაკოთ უფრო ცალკე და განცალკევებულად იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვნახეთ თქვენ შემოქმედებაში ფოტოებით ბუნებრივია რამდენიმე უკვე ახლოსაც ვნახეთ აი ამ კუთხით საინტერესო ინტერესი და საბრძოლო ხელოვნების დანიშნულების ნივთები გასაგებია ეს ყველაფერს ახლა გეტყვით რა უბრალოდ გემები არის აი ყოველთვის შინაგანად ალბათ ბავშვობიდან ეს აპრებიდან და იმედან და ყოველთვის აი მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყანაში აი წარმოგიდგენთ ყოველთვის ის და რაღაცით ხო უნდა მიხვიდე და ეს ყველაფერი ადრე არ იყო ეს თვითმფრინავები არაფერი ყველა მოგზაური მიდიოდა გემით წარმომედგინა რომ აი რომ წავსულიყავი აფრიკაში რანაირი გემით წავიდოდი ავდექი ჩვენი ერთ დღეს და დავიწყე იმ გემის კეთება რითაც აფრიკაში წავედი ამერიკას როგორ ეს სავაჭრო გემია მაგალითად ასე შემდეგ კაპიტანსაც თქვენ ნიშნავთ ხო ყველაფერი ჩემი
ყველა იმას გემს თავისი ის აქვს. აი იმ გემიც საწავალს ბატონ დავით. ის უფრო ესეთი ის არის რა მდინარეზე სადმე მდინარეზე სასეირნო გემი, სასეირნო არა, უფრო გზავრების გადასაყვანი გემი არის, ეს არ არის ეს. ან ჩემთვის უფრო ის არის, ხო? მოყვარულ დონეზე რო გემზე ავიდე, ისე ცოტა შიში აღსხლის. ახლო მანძილში. მე-17 საუკუნის ვარიანტია, უფრო მე-18. აი ამას ვერ დავკარგავთ, ამასაც უნდა ვიყო. ხო, ეს რა არის ახლა? სპეციალურად მაგიდაზე განვეთავსეთ. ეს ხე არის ძირითადი მასალა და ტყავი, ფრთები ტყავით არის გაკეთებული, უბრალოდ მე ფერებში გადავწყვიტე, რატომღაც, რა ვიცი, ესეთ ხასიათზე ვიყავი, რომ ფერებში გამეკეთე, იმიტომ ძირითადი აი რაც ფილმში არის, მაინც ცოტა ესეთ შავ თეთრ მონაცრის ფერებში არის და მინდოდა რომ რაღაცა ფერადი გამეკეთე. თუ აფრენ ფერადად გააფრენ. ფილმის გადაღება გვინდოდა პირველ ქართველ ავიატორებზეო და რაც გამოვიდა თქვენს ნახეთო ბატონ ელდარი იხსენებს ერთ-ერთ მოგონებაში. საინტერესო გამოვიდა მართლაც და შედევრი ყველა დროის. ხო და აი ძალიან ბატონ რეზოს ძალიან დიდ პატივს ვცემ გაბრიაძეს. მე ნანახი მაქვს მასალა ამ ფილმს როგორ იღებდნენ ჩანახატებდეს და უბრალოდ აი რო შემახვედრა მინდა რომ უბრალოდ ადამიანს დაველაპარაკოს საიდან მოვიდა უბრალოდ აზრად რომ აი ქართულ ურემზე აი ესე პროპილერი იქ დაეყენებინა და არა მაინც რაღაცნაირი ორიგინალური და ძალიან მაგარი გამოვიდა აი პირველი ქართული საფრენი აპარატი შეგვიძლია ქართველებმა მიამაყოთ რომ არის აი ეს ურემზე აწყობილი ქართული ხოჭეს ბატონელ დარს აქვს მოგონებების წიგნი გამოცემული და ერთ-ერთ მოგონებაში იხსენებს სწორედ აი ამ გადაღებების პროცესი იმდენად საინტერესო ტყვება თან სახალისოც არის ამ ყველაფერთან ერთად რომ ერთი დიდი სიამოვნება ამის წაკითხვა ну აქ ცოტა ეს ტიკეტი თქვენ ხათაშორის არ მხოლოდ შერეკინები მნახე ვქოთ ფევრის ფოტოები ქართული ფილმებიდან არის კი ხო აი როგორ ხომ გეუბნებთ აი უბრალოდ შეიძლება რაღაცამ დამიტოვოს აი ემოცია დამიტოვოს ფილმმა დამიტოვოს ემოცია შეიძლება წიგნმა დამიტოვოს ემოცია შეიძლება ვიღაც მონაყოლმა დამიტოვოს ემოცია და უბრალოდ იქიდან აღმეძებს რომ რაღაც გავაკეთო რა ხო უბრალოდ ახლა ეს რა ემოციაზე იქნება და წარმოგიდგენია მე არ გამოვიშვათ თუ იყოს ჯერ კიდე ну ახლა ამას ვერ გაიქცევი ქართული ტრადიციული ასე ვთქვათ როგორ უწოდოთ ამას ცოტა კულტურულად რომ გამოგვიდეს არ ვიცი საჭირო ოთახი უნდა ხო საჭირო ოთახი რა რომელიც ყოველთვის ესე ხდებოდა ხოლმე საქართველოში ესე იყო რა ტრადიციულად ესე წარმომედგინათ მე ყოველთვის დასავლეთში მით უმეტეს თუ ჩადიხარ სოფლებში რომელი კუთხის წარმომადგენელია ну ეს ახლა უბრალოდ ესე უაშებიდან და იმიდან არა კახელი არანაირად არა კახელები ყავს ეს უფრო მეგრელი არის ესეთი თან ლელოს კითხულობს ეტყვა ფსონებზე ფიქრობს არ რაღაც საინტერესო რომ პრესას ეცნობა ლელოა არ ჩანს ასაგები სპორტული კუთხიდან ის პოლიციის ძველ გაზეთებს მასშტაბი ხომე აქვს რომ უბრალოდ თემატურად ის იყოს აი სახალისოც იყოს ახლა სოფლის ცხოვრება და კომუნისტი და ეს ვინმე შეიძლება აღარც ახსოვს არავის მაგრამ ყოველ შემთხვევაში ადრე ეგ იყო კარეთ შემთხვევაში გამოვიდა ვიღაცა იჯდა ლელოთი ან კომუნისტი გაზეთი კომუნისტი ძალიან მიხარია და ძალიან გამიხარდა რომ ახლოს გაგიცანით ახლოს გავიცანით თქვენი შემოქმედება და მე იმედი მაქვს რომ მალე ვნახავთ ამ ყველაფერს ერთი რაღაც მინდა ვთქვა რომ უბრალოდ ბავშვებს ზუსტად ამას მე არ ვიბრალებ ჩემი ნათქვამი არ არის დღეს არის გამოფენა ხო იმის ალექსანდრე ქართველის ადამიანმა აი ჩეულებრივ დაიწყო რაღაც ინტერესი გაუჩნდა მე არავის არ ვედრები უბრალოდ მე რას გეუბნებით უბრალოდ რომ აი ბავშვობიდან ინტერესი როდესაც გაჩნდება ხო იმ ბავშვ აი იქიდანო დაიწყოს შველა და ზუსტად კარგად თქვა რომ აი მოდითო რა დღეიდანო დავიწყოთ ამ ბავშვების აღზრდა რომ კარგი ტელეფონი ნუ გვექნება ჯიბეში და გქონდეს იმის სურვილი რომ უკეთესი ტელეფონი გავაკეთოთ ჩვენ თვითონ. მოდი რა გავაკეთოთ ხო? გავაკეთოთ უკეთესი და ნუ ვიქნებით აი იმაზე გაჩერებულები რომ რაც დღეს გაგვაჩნია და გვაქვს და ამას უნდა ბავშვობიდან ყველაფერი თუ იმეს სურვილი ექნება უბრალოდ ბავშვები და ხა ადრე მიკავშირდებოდნენ და თუ შეიძლება მე არ მაქვს ახლა საშუალება რომ უბრალოდ სტუდია და რაღაც გავაკეთო და ვიღაცა სტუდია არა მაგრამ აი მე სახელოსნოში მუშაობაზე მინდოდა მეკითხა. არა მაქვს მე სახელოსნო ამას ვაკეთებ სახლში ეს ნივთები სახში გროვდება ხოლმე. ყველაფერი ძირითადად სახში გროვდება, კი და ყოველთვის მაღაზია მაქვს დაარაბა რომ უბრალოდ ყველაფერს ინახავს ყოველთვის ინახავს. ჩემი კუთხე არა მაქვს, რასაც ქვია ოჯახში, ასე ვთქვათ, სამუშაო კუთხე და ნუ მაინც ხა თავისებური მასთან არის საღებავები ის და ვცდილობ ხოლმე რომ ნაკლებად ესე ვთქვათ, რა ქვია, რომ დავსვარო ხოლმე ყველაფერი და რაღაცა სუფთად ვიმუშაო, მაგრამ მაინც არ გამოდის ხოლმე და ქალებთან მაგ ძირითადად სვანური კოშკები არ გეცდიათ? მაქვს გაკეთებული, უბრალოდ ეხა არსად არ მოხდა ეთყობა თორე ეს როგორც იქ არის, აი იმერული კუთხე არის დაახლოებით, აი
ზემო იმერეთში თუ ხართ ნამყოფი, დაახლოებით ესე არის, აი აღმართებზე და იმებზე აშენებული და იქ ვენახები და ესეთი რაღაცა ბაღები და ყანები რომ ესე არის ციცაბოზეა გაკეთებული. დაახლოებით ეგ თემატიკაა. მაქვს ამასალა ბატონ დავით. ხედა კიდე მან ბევრი რაღაცა არის გამოყენებული, მულიაჟიც არის გამოყენებული, ხე, ძირითა თიხა, ის ნატურალური თიხა არის, ზევით რაც აცხადებთ, კრამიტები ყველაფერი. აი ყველაფერს უსწრაფო არა, სამდეში არის შესრულებული ნახატი. ხო, აი ვიცი, გუბკაც შეიძლება გამომადგეს რამეში. არ ვიცი, აი ყველაფერი ხომ გეუბნებით, შეიძლება ვიპოვო გადაგდებული კალამი, რაღაცა დავინახო უცებ იმაში და რაკეტა ავაწყო კალამი. ყველაზე გამორჩეული ნამუშევარი მინდა კითხოთ. ისეთი რომელიც აი თქვენია და განსაკუთრებულად რომელიც ძალიან რაღაც ისტორია რომელსაც მე მგონი იყო კადრებში თუ არ ვცდები გემი მაქვს აწყობილი რომელსაც მართლა როგორიც და აი სული და გულით რომ მიუდექი და გავაკეთე ეს ყველაფერი აი მართლა ღამეები არ მეძინა მეგვიძებოდა რომ გამეკეთებინა არ მინდოდა წილი რომ ვაკეთებდი იმიტომ ძალიან ბევრი წილი აი კადრები მიდის ეთერში შეგვიძლია ნახოთ შეგვიძლია ნახოთ ეს ეხლა ეს ცოტა არა ეს აგერა გვაქვს ეს გემი სტუდიაში არის წარმოდგენილი ხო და რა დრო დაგჭირდათ ბატონ დავით მაგ ნამუშევრს აი მაგ რეჟიმში ვაკეთებდი დაახლოებით 8 თვე გამიგეთებიან ნამუშევრს იმ გემს ვაკეთებდი 8 თვის განმავლობაში რომ უბრალოდ მინდოდა რომ რომ ვიტყვი რომ უკვე მორჩა და ამას მეტი არაფერი არ უნდა დავდებ ხო არა იქ რაღაც აკლია და დავაიდე მეორე დღეს 1-3-4 დღე დაემატა კიდე მუშაობა კიდე დავდებ რომ ვიცი არა იქ კიდე რაღაც უნდა ბატონ და თქვენ წეგან ახსენეთ საუბრს სასუცხოელების ინტერესი მე ვფიქრობ რომ ალბათ ჩვენი გადაცემაც ერთგვარი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება იმ კუთხით რომ მეტი ადამიანი გაიცნობს ამ შემოქმედებას თქვენს საქმიანობას და მე მინდა გკითხოთ თუ არის თქვათ ისეთი შემთხვევები რომ შეკვეთა მაგალითად ვიღაცა გაუჩნდა სული რომ ასეთი გები კონდეს მაგალითად სახლში და როგორ დაგეკონტაქტოთ სად უნდა მოგძებნო ну ტელეფონი ყოველ შემთხვევაში ახლა სოციალურ ქსელში ჩემ გვერდზე დევს Facebook-ის გვერდზე ბათინური ასოები დავით შორშოლიანი კი მაქვს ცალკე გვერდი გაკეთებული სუვენირები ქართულად ოღონდ და შემოხვალთ ჩემი გვერდი არის Facebook-ზე ისიც სადაც ჩემი ხელნაკეთობებია სულ და ტელეფონები მითითებულია თუ მე სურვილი გაუჩნდება ეს არ არის ხა შეიძლება ვიღაცას სახში უნდა 1000 ვარიანტი შეიძლება ვიფიქროთ უბრალოდ ქართული ტრადიციული დიდი ბოდიში ერთ რაღაცას ვიტყვი შეურაცხყოფას ავასაუბრე ქართულ ტრადიციულ რესტორანში რომ შევიდი რომ მივედი და უთხარი რომ აი შვილის არის რაღაც აგურის კედლებია აქეთ გავიხედე რაღაც ყავი კიდია რაღაც ვიღაც ირმის რქები აქვს ჩამოკიდებული და შვილის არის უთხარი აქ მოუხდება მეთქი არა ჩვენ რაღაც ქართული ტრადიციული როდის მე იყო ატომური ბომბით ომობდნენ ქართველები შვილის არის იყო და ხმალი იყო ხო საბრძოლო იარაღი ხო ვერ მიისაკუთრებს ამას ახლა ეს ჩინელიც იბრძოდა ამით ვიღაც ლათინო ამერიკელიც იბრძოდა იმას რა ქვია შვილის არის და ქართველიც მაგას ვერ ეს არის კაცობრიობის ასე ვთქვათ მონოპოლარი იარაღი რომელიც შექმნა კაცობრიობა არ ვიცი პირველი ქართული კერძით ვერ მოგეძებნეთ იმ რესტორანში არც ეგ იქნებოდა გასაკვირი როგორ შეიძლება ადამიანმა როცა ქართულზე გაქვს ლაპარაკი რაღაცა ხმალი შვილდი ესეთი რაღაცა კარგი მესმის ხო ახლა კოლუმბი ქართველი არ ყოფილა ვერ მივისაკუთრებ მაგას არ შეიძლება მაგის ისე და არც ისტორია არ მოგცეს მაგის საშუალებას შვილდი ურემი შერეკილი ეს ხო ქართული იყო არ ვიცი ბატონ დავით, ჩვენ გვიდა რომ წარმატება გისურვოთ, გაგვიხარდა თქვენი გაცნობა და იმედი გვაქვს რომ ხშირად შევხვდებით და ხშირად ნახავთ ახალ და ახალ ნამუშევრებს. ჩემთვისაც სასიამოვნო იყო თქვენთან ურთიერთობა პირველად ვარ ამ ტელევიზიაში და უბრალოდ აი მართლა მესიამოვნოა სიტუაცია ესეთი თბილი მეგობრული რაღაცა აი ძალიან ჩვენი მეგობრობა რა თქმა უნდა გაგრძელდება. ძალიან შინაური ჩემი სიტუაცია არის და მომეწონა ეს ყველაფერი და მადლობა. უნდა დაგემშვიდობოთ ბატონ დავით. ჩვენ კი ვაგრძელებთ ჩვენ დღეს გადაცემის ბოლო ნაწილი გვერდის წინ პოეტი ნუკრი ბერეთელი შემოგვიერთება ცოტა ხანში თავისი შემოქმედებით, თავისი პოეზიით ბრუნდებით ცოტა ხანში.